იმისათვის, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობდე, ყველას უნდა ვუყვარდე, სიხარულით უნდა მიღებდნენ ყველგან და ყოველთვის, უნდა მთვლიდნენ სასიამოვნო და მიმზიდველ პიროვნებად. ხოლო იმისათვის, რომ ეს ასე იყოს, მე ყოველთვის ყველაზე მხიარული უნდა ვიყო, ყველაზე მომხიბვლელი, ყველაზე უშურველი, გამცემი და ასე შემდეგ. სადამდე მივყავართ ასეთ მიდგომას. ამგვარ მოთხოვნებს საკუთარი თავისა და გარე სამყაროსაგან მოაქვს ჩვენი პიროვნულობის გახლეჩა, დანაწევრება, პირადი საზღვრების წაშლა. ადამიანს აღარ შეუძლია უარის თქმა. საკუთარი სურვილების მოსმენის უნარს კარგავს. თავს არარაობად თვლის, როცა თუნდაც მცირე კრიტიკის ქვეშ მოხვდება, ან ვინმე ალმაცერად შეხედავს. როგორ მოვიქცეთ? პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, რამდენად რაციონალური და ლოგიკურია თქვენი ამგვარი შეფასებები და რა სარგებელი აქვს მათ. თუ აქვს საერთოდ სარგებელი, გირჩევთ განხილვა გარე სამყაროს მიმართ თქვენი მოთხოვნებიდან დაიწყოთ. თქვენი მოლოდინებიდან, რომ ყველას უნდა უყვარდეთ და ყველგან და ყოველთვის სასურველი უნდა იყოთ. მომიტევეთ, მაგრამ არ არსებობს ასეთი მოვლენა, რომ ერთი ადამიანი უყვარდეს აბსოლუტურად ყველას. თქვენ რა გამონაკლისი ხართ? იქნებ დაბადებიდან დაკვაც ზებუნებრივი ძალა ნებისმიერი ადამიანი მოხიბლოთ. მესმის, რომ არ არის სასიამოვნო, როცა ვიღაცას არ მოსწონხარ, მაგრამ რატომ აკეთებთ დასკვნას, რომ იმის გამო, რადგან ვიღაცას არ მოსწონხარ, თავი უბედურად უნდა იგრძნო. ახლა საკუთარ თავთან წაყენებული მოთხოვნები განვიხილოთ, რომ უნდა ვიყოთ ყველაზე მხიარული, ყველაზე მომხიბვლელი და ასე შემდეგ. რამდენს ხარჯავთ ამ თვითრწმუნებაში? რამდენი ენერგია გაიღეთ იმისთვის, რომ გარშემო ყველა გესიამოვნებინათ? გახდით თუ არა ბედნიერი ამ ყველაფრის შემდეგ? ახლა კი სცადეთ ჩამოაყალიბოთ უფრო რაციონალური, ლოგიკური და მოქნილი აზრი, რომელიც გადაწონის ზემოთ ჩამოთვლილ თქვენს შეხედულებებს. შეგიძლიათ კომენტარებში გამიზიაროთ თქვენი შეხედულებები ან დამიწეროთ, რაში არ მეთანხმებით.